აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმაღლესი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს 5 სეზონური სკოლა დააფინანსა. ერთად მდგრადი და მწვანე მომავლისთვის. სწორედ ამ სახელწოდებით ჩატარდა სეზონური სკოლა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში. საზაფხულო სკოლა ტარდება ერთი კვირის მანძილზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მას პინძლობს თურქეთისა და ლიეტუვის სასწავლებლების წარმომადგენლებს, მათთან ერთად ჩვენს ვიღებთ მონაწილეობას, ვინც დაინტერესებული ვართ მდგრადი განვითარებით, მწვანე ტრანსპორტით, შესაბამისად სემინარებით, ვორქშოპებით, პრაქტიკული საველე გასვლებით დაკავშირებულია მდგრადი განვითარებასთან, მდგრადი განვითარების მიზნებთან, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოდელთან და განსაკუთრებით შავი ზღვის არეალთან. რაც შეეხება დღევანდელ საველე პრაქტიკას, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ შავ ზღვასთან დაკავშირებული საკითხები, სემინარები და ვორქშოპები სწორედ საზღვაო ხომალდ კადეტზე განხორციელებული იყო, სწორედ ამიტომაც დღევანდელი სემინარები, რაც უკავშირდება შავი ზღვის არეალის ქიმიურ დაბინძურებას, ასევე კახოვკის კაშხლის გავლენას შავი ზღვის ეკოსისტემაზე სწორედ ტარდება საზღვაო ხომალდზე. მე ვარ ადრიანა ქესადა შვედეთიდან. სეზონურ სკოლაში მოწვეული ვარ როგორც ლექტორი. მოხარული ვარ, რომ მომეცეთ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის. საინტერესო იყო მათთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობების განხორციელება. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები და თანამშრომლობა ხელშეუწყობს სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას. სეზონურ სკოლაში მოწვეული იყვნენ დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები შვედეთიდან, რუმინეთიდან და თურქეთიდან.